ჟურნალ Felix-ზე მე კონკრეტულად ვთქვი, რომ მე მესაუბრე ხვდებით ერთ-ერთ აგენტს და ხუმრობის ნაწილი ის იყო, რომ მან მთხოვა, რომ ეს მიმეწერა, რომ Google Translate-ით ეთარგმნა. გესმით? და მე გადომირეკვა, რომ რა გჭირს 40 მილიონი ღირსო და მართლა ხა მაგაზე დავიწყოთო მუშაობაო? ხო და ხვდებით, ანუ ეს ხუმრობა იყო, ამიტომ იუმორისტულ გადაცემაში მქონდა. იმავე პოზიციაზე სხვა იყო, იმავე ქვეყნიდან რეალობა, ნანი იყო თანახმარო ჩამოსულიყო. ოღონ ვინგერი 36 წელს ასაკში უფრო ნაკლებად რეალისტური არ გამოადგებოდა ტორპედოს მარკეტინგის მიღმა, მოდი ესე ვთქვა. ამიტომ ის ტრანსფერი ჩვენ აღარ განავითარეთ, აგ გითხარით აგ ერთი კონკრეტული ინფორმაცია და თქვენ წარმოიდგინეთ არა სხვა ევროპული ნაკრების ვარსკვლავებზეც იყო საუბარი, ყოფილ ვარსკვლავებზე, მაგრამ ამ ხას არ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს მომენტი, რომ ტორპედოს ცნობადობისთვის რაღაცა ბიძგი მიგვეცა ჩვენ ვქენით. მიხვდეთ, ანუ რეალურად ეხა ამის საჭიროება არ არის, ანუ სახო რო არ ყოფილიყო, ხო? შეიძლება გვეფიქრა. მაგრამ ეხლა როცა უკვე დირკ შუსტერია ესეთი ფაქტორი, აღარ მჭირდება. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.